მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე გახლავართ ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ ლიზი კუჭავა. ეს არის ტელეკომპანია PKTV-ის სამედიცინო გადაცემა ესკულაპის საზოგადოება და სამართალი და დღეს ჩემი სტუმარი არის ძალიან საინტერესო ადამიანი, ექიმი, ეპიდემიოლოგი ქალბატონი თამარ შაქარაშვილი. ქალბატონი თამარ, მოგესალმებით. ქალბატონი თამარი უკვე ჩვენთან არაერთხელ არის ნამყოფი რესპონდენტის სტატუსში, მაგრამ დღეს ძალიან აქტუალური და ძალიან საინტერესო თემით მოვიდა. ეს თემა ფაქტიურად თქვენი როგორც მაყურებლის დაკვეთა იყო, იმიტომ რომ ძალიან შეაწუხა საქართველოს მოსახლეობა და მას ასე დღევანდელი საუბრის თემა არის მუნი და ზოგადად კანის სხვა გადამდები, ესეთი პარაზიტული დაავადებები და რატომ შევარჩიეთ მუნი. საქმე იმაშია, რომ დღეს ფორუმებზე, ჯგუფებში, სოციალურ ქსელებში თუ პირად საუბრებში სულ უფრო და უფრო მეტად ახსენებს ხალხი ამ დაავადებას. სიტუაცია იქამდე გამწვავდა, რომ უკვე რჩევა რეკომენდაციებს ერთმანეთს აძლევენ და დაწყებული რაღაცა მამაპაპისეული მეთოდებიდან დამთავრებული რაღაცა ძალიან არასწორი სამედიცინო ჩარევებით მიდის რეკომენდაციები მეტად რემაში, როცა საქმე ეხება პატარა ბავშვებს ძალიან ხშირად. და ამიტომაც ბუნებრივია ჩვენი როგორც ექიმების ასე ვთქვათ ჯანსაღი კრიტიკის საფუძველი გახდა ეს ყველაფერი და გადავწყვიტეთ რომ მიგვემართა პროფესიონალისტვის ვინ არა თუ არა ქალბატონი თამარი. ქალბატონი თამარ, დიდი მადლობა. მე გადაცემის დასაწყისში ნებართვას ავიღებ რომ მას ქალბატონის გარეშე მივმართო, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა ამის სტატუსს გვაძლევს და მასში ჩემო კარგო თამარ, რა არის პრობლემა მუნი და როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა? მართლა დღეს შეიძლება ითქვას, რომ პანიკაა დათესილი მოსახლეობაში. ზოგადად ჩვენ ქართველებს ცოტა ზედმეტი ემოციურობაც გვახასიათებს, მაგრამ სიმშვიდის საბაბიც ნამდვილად არ აქვს, იმიტომ რომ აი ასეთი ხშირი შემთხვევები დღეს ძალიან ბევრი სკოლა დასახელდა თბილისის მასშტაბით და საბავშვო ბაღი, თუმცა არ მაქვს ინფორმაცია რა ხდება რეგიონებში და შესაბამისად ნამდვილად არ აქვს სიმშვიდის საბაბი, იმიტომ რომ მუნი თვითონ მუნის ტკიპა, რომელიც იწვევს ამ ინფექციას, არასხოვებს ადამიანს სოციალური ფენის მიხედვით, მაგრამ გინდა არ გინდა მაინც დაბალი სოციალური ფენებისთვის დამახასიათებელი პრობლემაა და ზოგადად დაბალი სოციალური განვითარების ქვეყნის სტატუსს გვაძლევს, გინდა არ გინდა. იცით, ფართო გავრცელება ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად ქვეყანაში სოციალური თვალსაზრისით ნამდვილად არ არის ახარბიელოდ საქმე. მუნის ტკიპა ძალიან ადვილად გადადის, კონტაგიოზურია. ადვილად როგორ, ახლა ვერ ვიტყვი რომ ხელის ჩამორთმევით და საუბრით არ გადადის, მუნის ტკიპა არ დაფრინავს, არ დახტის ცოცავს მხოლოდ და მხოლოდ, მაგრამ მეტნაკლებად ხანგრძლივი კონტაქტი, სწორედ როგორც არის საბავშვო ბაღებში და სკოლებში, თუნდაც უმაღლეს სასწავლებლებში, სტუდენტებს შორის ხანგრძლივი კონტაქტი ნამდვილად არის რისკი იმისა, რომ ტკიპა გადავიდეს ერთი ადამიანიდან მეორეზე. გარდა ამისა, შინაური ცხოველებისთვისაც არის დამახასიათებელი და შინაურ ცხოველებთან კონტაქტის შედეგად თუ არ აქვს იმ სოციალურ ფენას კარგი ყოფითი პირობები, ჰიგიენის დაცვის საშუალება, კარგად დაცვის საშუალება, ეს უკვე ქმნის რისკებს იმისა, რომ ძალიან ადვილად გადავა ერთი ადამიანიდან მეორეზე. ასე რომ არც ზოგადად ქვეყნის სტატუსს არ წევს მაღლა და როგორც უკვე გითხარით, მაინც მეტნაკლებად დაბალი სოციალური განვითარების ქვეყნების პრობლემა. აი ახლა ქალბატონ თამარს ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია აქვს მოტანილი, ახლა ვათვალიერებდი მეც აი თვითონ მუნის ტკიპა ამონაწერი რაც თქვენ გაქვთ მითითებული, ხალხს აინტერესებს ესეც აი ვიზუალურად როგორია, იმიტომ რომ ზოგი პაციენტი აღნიშნავს, რომ არაფერი არ დააცოცავს ხელზე, რატომღაც არის წარმოდგენა, რომ ეტყობა როგორც სტილები, ესენიც ვიზუალურად უნდა ჩანდნენ როგორც მცოცავი არსებები და კარგი იქნება თუ გამომართავთ საკმაოდ პატარა ზომით სამწუხაროდ მუნი და ესე ვიზუალიზაცია. ჩვენ აი დატილიანებაზეც ვისაუბრებ, იმიტომ რომ დატილიანებაც სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსთან კორელაციაშია. სამწუხაროდ ტილი უფრო ადვილად ვიზუალდება, ზომითაც ცოტა მეტად დიდია და თან კანის ზედაპირზეა ტილი და ტკიპას კანის ზედაპირზე არსებობა კი არ ახასიათებს. ჯერ ერთი ბევრად უფრო ფერმკრთალია მიკროსკოპში თუ დაინახავთ ტკიპას ზომას და გარდა ამისა ტკიპა კანის ქვეშ აკეთებს სასვლელებს. ტილს არ ახასიათებს კანქვეშა მოძრაობა. აი ტკიპა პირდაპირი გაგებით გვირაბებს
კეთებს ძალიან კარგად ჩანს ეს კვალი როგორ ანუ მოძრაობს. ვიზუალურად ადამიანი ტკიპას ვერ დაინახავს. იმ პერიოდშიც კი მანამ კანში ჩავა ტკიპა, მაშინაც შეიძლება ვერ დაინახავ. აი უბედურებაც ეს არის რომ ჯერ ის რომ პატარა ინკუბაციური პერიოდი აქვს და დაახლოებით ერთ თვეში რამდენიმე ყოველ ახალ თაობას იძლევა მუნის ტკიპა, მანამ ქავილი არ დაგეწყება, ის არ შეგატყობინებს რომ უკვე კანშია ჩანერგილი. გესმით და როცა უკვე ვიზუალიზდება, ან როდესაც უკვე კვერცხები დადო, გამრავლდა და აი ამან გამოიწვია კანზე უკვე ხილული დეფექტების გაჩენა, მერე დაიწყო ქავილი და არანორმალური ქავილი ახასიათებს, განსაკუთრებით ღამე და იმდენად ძლიერად იქავებს ბავშვი მით უმეტეს, რომ ნაკაწები ჩნდება და მე ხვდები, რომ უკვე სადღაც პრობლემა დასაწყის ეტაპზეც კი ქავილი რო იწყება, ხშირად რატო ჩნდება ესეთი პრობლემური, იცით, მუნი, რომ თავიდან შეხედავე პატარა გამონაყარი აქვს და როგორც ჩვენ ქართველებს გვშვევია, რომ უკვე თვითმკურნალობაზე გადავდივართ და კიდევ უფრო უბედურება თვით დიაგნოსტიკაზე გადავდივართ. ეგრევე სვამს მშობლების უმრავლესობა დიაგნოზს, ვაიმე ჩემს შვილს ალერგია აქვს, ან რაღაცა ერთი. პირველი როგორც იცი ალერგოლოგთან ხდებიან უფრო მეტად, ხო? ალერგოლოგთან მოხვედრამდე თვითონ იწყებენ ანტიალერგიული საშუალებების მიღებას და ამას დრო გაყავს. შესაძლოა იმ ანტიალერგიულ საშუალებამ მეტნაკლებად ჩააცხროს ქავილის პროცესი და ამა კიდევ უფრო წაშალოს სურათი, რასაც შემოვამბობთ. და მერე უკვე კიდევ მეორე პრობლემა რა არის, იცით, დიდხანს რო იქავებს ბავშვი და ვაიმე ალერგიის წამალი მივეცი და მაინც არ უშველა და კანის ინფექციები, ბაქტერიული ინფექციები დაზიანებული ზედაპირისგან უკვე, ხო? ქავილის რო სისხლდენი ხდება უკვე ეს უბნები და შესაბამისად რო კანის ბარიერული ფუნქცია რო დაირღვა, კანის ნორმალური მიკროფლორაში არსებული სტაფილოკოკი იქნება თუ სოკოვანი სოკო თუ სტრეპტოკოკი და ასე შემდეგ, ნაირ-ნაირი სტაფილოკოკი, ხო? კანქვეშ მოხვედრის შემდეგ და უკვე შემდეგ შეიძლება სხვა გამონაყარით ბაქტერიულ ინფექციას გამოიწვევს და გართულდება ბაქტერიული ინფექციით. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს Google, არსებობს ChatGPT და უამრავი ასეთი მსგავსი, ასე ვთქვათ, ხელსაწყო, ხო, ინფორმაციის მიღების, მაინც დროულად მიიყვანეთ ბავშვები და ნუ დაიწყებთ თვით დიაგნოსტირებას, რაც ძალიან სახიფათოა და ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას, ძალიან გთხოვთ. მიაკითხეთ ექიმს. ექიმა იცის, როგორ უნდა ჩაატაროს დიფერენციალური დიაგნოზი და ქავილის გენეზი განსაზღვროს, გესმით? თქვენ თუ ChatGPT-ს ეტყვის, რომ ეკავება კანი, ხო? ChatGPT რამდენიმე ვარიანტს ამოგიყრით და არ შეიძლება ამაზე დაყრდნობით დაიწყოთ მერე მკურნალობა. ძალიან სახიფათოა. ჩვენ არა მარტო ბავშვებს ვიცავთ და თვითონ დაავადებულ ადამიანს და ოჯახის წევრებს, არამედ სხვა ადამიანებსაც ვიცავთ. გარდა ამისა, ნახეთ, დაგვიანებული დიაგნოსტირება ნიშნავს იმას, რომ მე რომ გონია, რომ ჩემს შვილს ალერგია აქვს, მე არ შევზღუდე მისი კონტაქტები, გავუშვი ბაღში, გავუშვი სკოლაში, ან თვითონ მე სამსახურში წავედი და ძალიან კონტაგიოზური დაავადება, ანუ მდგომარეობა, ანუ ძალიან ადვილად გადადის. ეს ის დაავადება, რომელიც მოსახლეობამ იცის კიდე ბღერის სახელწოდებით. ბღერი ქვია მოსახლეობაში, მიდოდა ეს გამომჭა. ბღერი ქვია, აი ეს ბღერი, ანუ მუნი არის კონტაქტური. რეგიონებიც გვისმენს და მე ვიცი, რომ ზოგ კუთხეში უფრო ბღერის სახელწოდებითაც იცნობენ. და საკმაოდ ძველი დაავადებაა, ასე ვთქვათ, ისტორიულად ეს არ არის, ახლა როგორც შიცი დაუშვა ცოტა გვიან აღმოჩენილი, ეს ისტორიულად დიდი ხანია და ყოველთვის ახლდა კაცობრიობას საკმაოდ დიდი და პრობლემას ქმნის გვიანი დიაგნოსტიკა, გავრცელების თვალსაზრისით და მეორე კიდევ ნახეთ, როდესაც ბავშვი ბაღშია ან სკოლაში, აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგის ყურადღება და სკოლის ექიმების და საბავშვო ბაღში ექთნები ყავთ, როგორც ვიცი, მუდმივი მონიტორინგი. აი მე ძალიან ესე შეიძლება ცუდად გამომდის და ახირებული მაქვს თითქოს ეს სიტყვა, მაგრამ პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა იდგეს ძალიან მაღალ დონეზე, ყველაფერზე მაღლა. არც ექთანს, არც აი თანამშრომელს არ უნდა დაეზაროს ის, რომ მუდმივად ყურადღება კონდეს ბავშვებზე. ბავშვი იქეკება ან თავს იფხანს, ან კანს იფხანს.
სწრაფად მოხდეს რეაგირება, მშობელთან კომუნიკაცია. ალოკაციაზეა ყველაზე ხშირად გავრცელებული, რომ აი ეხლა თქვენ მოგვიწოდებთ, რომ მშობლებმაც და ნუ რა თქმა უნდა მასწავლებლებმაც გამოიჩინოს სამედიცინო სიფრთხილე, ნუ გარდა იმისა, რომ ექიმს და ექთან ევალება, ხო მართალია. აი რამიდან უნდა მიაქციონ უფრო მეტად, სად არის გამოხატული უფრო ხშირად და როგორ უნდა ამოიცნო ანუ მე რას ვამბობ, შეიძლება ადამიანმა ვერ დასვას დიაგნოზი, მაგრამ ამოიცნოს, რომ მისი ბავშვი უკვე მისაყვანია ექიმთან. მარტო ის რომ კანი ეკავება შეიძლება არ ნიშნავდეს, ხო? აი რა ლოკაცია? ერთი მაგის თქმას, აი ტილისგან განსხვავებით მუნს ახასიათებს უფრო მეტად ხრელების გაკეთება იმ უბნებში, კანის იმ უბნებში, რომლებიც უფრო თხელი და ფაქიზია, სადაც ნაკლები ცხიმოვანი ფენაა, ანუ სახსრების მომხრელ ზედაპირებზე, იღლიებში, მაჯებთან, იდაყვებთან, ეხლა წეგად ავტომატურად ეს მოქმედებას ვასრულებდი, იმიტომ რომ იდაყვის მომხრელებში, ასევე მენჯბარძაკის სახსარში, საზარდულის მიდამოში და აი აქვე მინდა აღნიშნო, რომ გარდა ესეთი კონტაქტური ესეთი კანით კონტაქტისა და ტანსაცმლის კონტაქტისა, სქესობრივი კონტაქტითაც არსებობს გადაცემის რისკი. რადგანაც სწორედ საზარდულის მიდამოში იცის ტკიპამ ხრელების გაკეთება და აქვე მინდა აღნიშნო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რისკი ტკიპის გადადების. ბავშვებს განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში ძალიან უყვართ ერთმანეთში ტანსაცმლის გაცვლა-გამოცვლა. ხო, აი ხა მეც ვიყავი თინეიჯერი და მეც მქონია ეგ პრაქტიკა, რაღაცა მოგვეწონებოდა ერთმანეთის და ვათხოვებდით ერთმანეთს ჯემს, კაშნს, ქურთუქს და ასე შემდეგ, ხო? აი ეს არის ძალიან დიდი რისკი. და ანუ დაავადებული ადამიანის ტანსაცმლის გამოყენება. როდესაც ადამიანს აქვს უნის ტკიპა. ეს დანიშნულოვანი მოწოდება, იმიტომ რომ მოსახლეობის ნაწილი ყიდულობს ტანსაცმელს დაუშვათ მაღაზიებში, სადაც არ არის პირველადი მოხმარების და მათ უნდა იცოდნენ, რომ დამუშავებაა საჭირო, ხო, სპეციალურად. დიახ. სანამ სამწუხაროდ, სანამ ჩავიცმევთ, რომ მუნის ტკიპას ხა თუ არ შეგეხო გაქვთ თუ არა, მაგრამ პრევენციაზეც რო ვისაუბროთ და როგორ უნდა მოვერიოთ ამ პრობლემას, ხო? გარდა იმისა, რომ დროულად მივიტან, ჩვენ უნდა გველაპარაკა იმაზე, სად ლოკალიზდება და როგორ, ხო, გარდა იმისა, რომ ლოკალიზდება მომხრელ ზედაპირებზე სახსრების და კანის ნაზუგნებში, გამონაყარს აქვს უფრო სპეციფიური ვიზუალი შეხედულება. სავალი გზები ახსენეთ, ხო? ტკიპა რომ კანის ქვეშ აკეთებს ხრელებს, გვირაბებს, ხო? და როცა უკვე კვერცხი იჩეკება და ქავილი იწყება და წვრილი ესეთი ხაზოვანი გამონაყარი კეთდება, როგორც სწორი ხაზები პატარა და შეიძლება დაკლაკნილიც იყოს, მაგრამ ლიანდაგებივით ესე ერთმანეთზე მიწყობილი და წვრილი ძაფისებურად აწყობილი, რომლებიც აი ამ ძაფებს შორის შეიძლება ნახევარი 1 სანტიმეტრი იყოს. ძალიან სპეციფიური ვიზუალი აქვს, ასე ვთქვათ, ხო? ეს უკვე არის სიგნალი იმისა, რომ არც ალერგოლოგთან მიიყვანო და არც თვითმკურნალობა ჩაუტარო ბავშვს. მიაკითხოთ დერმატოლოგს აუცილებლად ზუსტი დიაგნოსტირებისთვის და ჩაუტაროთ მკურნალობა. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ის, რომ დავასრულოთ მკურნალობა. ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსი მივიყვანოთ ბოლომდე. იმისთვის, რომ ტკიპა მთლიანად კანიდან გაქრეს. ზოგადად ტკიპას გარდა იმისა, რომ კანის ცოცხალი ორგანიზმი ჭირდება, აქვს ტემპერატურული რეჟიმის თავისი ორგანიზმის ტემპერატურაზე 36-37 გრადუს ტემპერატურაზე მრავლდება. ამიტომ, როდესაც ვიწყებთ მკურნალობას, გარდა იმისა, რომ კურსი უნდა დასრულდეს, ის ნივთები, რომლებიც ბავშვს ქონდა მოხმარება შეიქმნება თეთრეული ვთქვათ, ისახოცი ტანსაცმელი გარეცხვამდე უნდა მოვათავსოთ თავმოკლულ ტომარაში და 3 დღის განმავლობაში სიცივეში მოვათავსოთ. დაბალ ტემპერატურაზე მალე იღუპება, ყველაზე დიდი 72 საათში ტკიპა ასრულებს თავის არსებობას ადამიანის ორგანიზმის გარეთ. ამიტომ აი ძალიან საინტერესო მოწოდება განმავლობაში თავმოკლულ ტომარაში გაჩერებული რბილი სათამაშოებიც რო როგორც აუცილებლად რბილი ჩახუტებული რომელიც პათოლოგიის რეაქცია ძნელია ადგე და გადაყარო პირდაპირ და არაფერს ეს არ გვაძლევს. რა თქმა უნდა, 3 დღის განმავლობაში მოვაქციოთ იზოლაციაში ყველა ეს რბილი სათამაშო ნივთი, ტანსაცმელი, ლეიბი, ბალიში, ყველაფერი სიცივეში და შემდეგ გავრეცხოთ.
და დავაუთოვოთ აუცილებლად. დაუთოვება არის ყველაფერი ვერ ექვემდებარება ხო მართალია ესეთ დამუშავებას ზოგი მასალა ფუჭდება უბრალოდ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ დაუშვათ ამ პირობების დაცვა მოხდეს. არის აუცილებელი. ანუ ადამიანის სხეულს გარეთ 3 დღეში ციფრობებს შენახვისთვის უკვე იღუპება. თქვენ გართულებები ახსენეთ ქალბატონ თამარ ერთ-ერთი მათ შორის ეს ფურუნკულების სახით და ინფექციების სახით როგორი დიახ ეს პროცესი შეიძლება წარმოიშვას ღამე და ამას შეიძლება ბავშვს დაურღვევს ალბათ ძილის და უძილის რიტმიც ხომართალია კი ნევროლოგიური გართულებები გამომდინარე აქედან დიდი ადამიანის ხო ნახეთ ერთი ღამე რომ რაღაცა პრობლემის გამო ვერ დაიძინებ მეორე დღეს შრომის უნარო ხარ ადამიანი შემაწუხებელია ეს ქავილი რა თქმა უნდა ეს არის დაუოკებელი ქავილი და ბავშვის ნერვულ სისტემაზე ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს. ბავშვი ხდება გაღიზიანებული, აგზნებული, უმართავი, შეიძლება ვერც იმეცადინოს, კონტაქტში შემოსვლაც უჭირს და ამ დროს ჩვენ ბავშვს იზოლაციას მიუვსჯით, ასე ვთქვათ, და როგორი ძნელია წარმოიდგინეთ, ხო? ჩამოართვა საყვარელი სათამაშოები, საყვარელი ნივთები, გაუკეთო იზოლაცია და კიდევ ერთი აი აქვე რომ არ გამომრჩეს, როდესაც თუნდაც ერთ წევრს, ოჯახის ერთ წევრს დაუდასტურდება ტკიპა, ოჯახის ყველა წევრმა უნდა ჩაიტაროს პრევენციული მკურნალობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა. მიუხედავად იმისა, რომ მას შესაძლოა არ ქონდეს არანაირი სიმპტომი და ესეც რა თქმა უნდა ექიმის დერმატოლოგის მიერ უნდა იყოს მართული. რა თქმა უნდა მკურნალობის პერიოდში ბავშვი არც საბავშვო ბაღში, არც სკოლაში არ უნდა წავიდეს და შესაბამისად სწორედ აი ჯანდაცვის სექტორის მოვალეობა რა არის გავრცელების პრევენციისთვის, რომ ყველა ბავშვი ვინც კი კონტაქტში იყო დადასტურებულ შემთხვევასთან 10 დღიანი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს, მოხდეს მათი კანის დათვალიერება, მათი დაკვირვება, რომ მათ არ გამოაჩეთენ სიმპტომები და ასევე პრევენციული მკურნალობა. მშობლების დასამშვიდებლად მინდა ვთქვა, რომ ეს მკურნალობა იმ დაავადებებზე, რასაც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, არ არის ისეთი მძიმე და ისეთი დაუშვათ, აი ყოველთვის ძალიან ნერვიულობს ოჯახი, ხო მართალია? განსხვავებით სხვა თუნდაც ალერგიული გამონაყრიდან, ხო, ნუ თუ მკურნალებთ საფუძვლიანად ის ერთხელ და სამუდამოდ აილაგმება მალე და რაც უფრო მალე დაიწყებს მკურნალობას ოჯახი და მისი წევრები პრევენციის აი როგორც ქალბატონი თამარი აღნიშნავს, აი ძალიან ბევრი ემოციური პოსტი ვნახე და ამან ძალიან ასე ვთქვათ დამოფიქრა მე წარმოვიდგენე როგორი შოკია ოჯახებისთვის, რომლებიც ყველანაირ ჰიგიენის წესებს იცავენ, ყველაფერ სოციალურადაც შეძლებული ოჯახები ან შეიძლება არ არიან ისეთი დაუშვათ მაგრამ მიუხედავად ამისა პრობლემა მოუგაგუნა მათ კარებზე და ძალიან ბევრი მით უმეტეს ახალგაზრდა გოგონების ძალიან ისეთი აღელვებული პოსტები რა აკეთონ არ იციან. მიზეზი რა შეიძლება იყოს იმისა, რომ დღეს ჩვენ აი ასეთი როგორ გითხრათ, დიდი ეპიდემიის წინაშე დავდეკით, იმიტომ რომ რეალურად მუნის გამოვლინება რა თქმა უნდა საქართველოში სულ არის და ყველა ქვეყანაში ხო პერიოდულად, მაგრამ შემთხვევების რაოდენობა ის აფეთქება რა მე შეიძლება ეს სიტყვაც ვიხმარო ახლა რაც დღეს გვაქვს ალბათ ერთ-ერთი მიზეზი მაინც თამაშობს სასწავლო პერიოდის დაწყება, იმიტომ რომ ზუსტად ამ პერიოდს მოყვა, როდესაც ბავშვები სკოლებში წავიდნენ და როგორც ვიცით, ასაკითაც ყველაზე მეტად პატარები არიან დასაწყისებელი. სამწუხარო რეალობა გვაქვს თამარ ის, რომ დღეს სკოლები რამდენიმე ნაკადიანი სწავლებაზე გადავიდნენ გარკვეული მიზეზების გამო და ერთი და იგივე სკოლა შეიძლება 1 და 2 და 3 ნაკადს ემსახურებოდეს და ძალიან დიდი ასე ვთქვათ შეშფოთების საფუძველს ბადებს ჩემში როგორც ექიმში, რამდენად ასწრებს სკოლა ზედაპირების დამუშავებას და თუ გახსოვთ ჩვენ გრიპის თემაზე როდესაც გავაკეთეთ. დიახ, ითაც ქონდა ეს პრობლემა, მე მგონი ეს საკითხი დადგა. აი ეპიდემიოლოგიურად თუ შეხედავ ამ პრობლემებს, მე ვხვდები რომ ბევრი პრობლემის საფუძველი იხსნება. ძალიან საინტერესო მეცნიერებაა ზოგადად მედიცინის და მართლაც აი ეპიდემიების გავრცელება ყოველთვის დაკავშირებული არის ხოლმე აი რაღაცა მიზეზთან და ეს მიზეზი ამ შეუძლებელია სამცვლაში მუშაობდეს სკოლა და იქ ხარისხიანად მოხდეს დაავადება და არავითო გრიპის ვირუსის, ასევე პედიკულოზის, ანუ დატილიანების და ტკიპის გადაცემის რისკები ბევრად გაიზარდოს.
აი დღეს ძალიან ბევრი სკოლა ავარიულ სიტუაციაშია. ზოგი სკოლა დაანგრიეს და აღარ დაადგა საშველი აშენებას. ანუ ასობით ბავშვი სხვა სკოლაში არის შეკედლებული და ეს დისკომფორტს ქმნის როგორც იმ სკოლის მუდმივი მოსწავლეებისთვის, შესაბამისად შეკედლებული ბავშვებისთვის, არა მარტო ჰიგიენური თვალსაზრისით, ემოციური თვალსაზრისითაც. მე ვიცნობ მშობლებს და მაქვს ურთიერთობა, რომელთა სკოლებიც ავარიულ სიტუაციებშია, შეაკედლეს სხვა სკოლებში, არც ხარისხიანი სწავლის პროცესი მიდის და ჰიგიენურ ნორმებზე ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ იქ ვერ იქნება დაცული. ფიზიკურად შეუძლია. ძველი წესი დალაგება, რასაც ქვია, არა მარტო კლინიკებში, არამედ სკოლებშიც. ათასობით ბავშვი რო გადის სკოლაში, ხო? იქ სველი წესი დალაგების გარეშე ჰიგიენურ ნორმებს ვერ დაიცავს და სად მივდივართ ისევ სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებამდე, ხო? ჩვენი ქვეყნის სახეა სკოლა. ბაღი. მომავალი თაობა იზრდება ძალიან არასახარბიელო სიტუაციებში. და ყველაზე მთავარი არის ზუსტად მომავალი თაობის ჯანმრთელობა, იმიტომ რომ ჩვენ ცვლა ყოველთვის ხდება, ხო მართალია და ეს ბუნების წესია და თუ მომავალ თაობას რამე პრობლემა აქვს, მაშინ ჩათვალეთ, რომ ერთს ჯანსაღი თაობა არის მენტალურად, გონებრივად, აზროვნებით. და ისინი გრძნობენ თავს, რომ თითქოს დაელოდება ვიღაცა, როდის გაათავისუფლებს შენობას, იმიტომ რომ მომდევნო ნაკადი და ეს ძალიან სტრესულია. განსხვავებით იმ ბავშვებისგან, რომელსაც ჰქონდათ საკუთარი კლასის განცდა, რაც ძალიან დადებით ემოციასთან ასოცირდებოდა. მეორე სერიოზული პრობლემა, რომელიც აქომიდა გამოყო და რაც სავარაუდოდ ასევე ამ დაავადებების მიზეზია, ეს არის ურბანული პრობლემები და მიგრაცია, რომელსაც ძალიან ბევრი ისეთი ქვეყნიდან განიცდით, ბევრი დევნილი შემოვიდა რუსეთ-უკრაინის ომის მერე, ასევე სხვადასხვა სახელმწიფოებიდან ხალხი მოდის და მათ მოაქვთ თავისი ყველაფერი, კულტურა, მათ შორის პარაზიტული დაავადებებიც, მათ შორის მთელი რიგი პრობლემებიც და ინფექციები, რომლებიც ჩვენთვის არ იყო ცნობილი. შესაძლოა. აი ზოგადად ესეა ხო მიღებული. ან ყოველ შემთხვევაში თუ არ იყო ცნობილი, შესაძლებელია ეს ის ინფექციებია, რომლებიც არ იყო ესე გავრცელებული და დღეს მაგალითად როგორც ჩვენ ვიცით, არის მთელი რიგი უცხოელი სტუდენტების და მოსწავლეების არავისთან ჩვენ აბსოლუტურად ჩორს ვართ რომელიმე ერის დისკრიმინაციისგან, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს ერთ და ხურულ გარემოში, ქირაობენ ბინებს, არასახარბიელო საცხოვრებელს გავრცელების რისკები და შესაბამისად მათ მიერ საზოგადოების დანარჩენ ნაწილში გადმოტანის რისკები რა თქმა უნდა არსებობს. არა მარტო სტუდენტები დღეს ძალიან დიდი ტალღა შემოვიდა, რომლებიც მუშაობენ უკვე აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. ხო და ჩვენ არ ვიცით, რომელიც ბუნებრივი წყაროა ამ დაავადებების უფრო ხშირად. და მე ვფიქრობ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ უმრავლესობა სწორედ დაბალი სოციალური პირობების მქონე ქვეყნებიდან არის შემოსული. ეს ბუნებრივიცაა, იმიტომ რომ ძლიერ ევროპულ სახელმწიფოებშიც თუნდაც აქ არანაირი ის არ არის დისკრიმინაცია, შემოწმების სისტემა სამედიცინო კონტროლის ძალიან მაღალ დონეზე დგას. შესაბამისად, რა თქმა უნდა. მე მქონდა ამასთან შეხება პანდემიის პერიოდში, როგორ ამოწმებდნენ ბავშვებს, თუნდაც იაპონიაში სხვათა შორის ეს იყო უნიკალური სისტემა, როგორ ხდება სკრინინგი ბავშვების მანამდე და სხვათა შორის ამაში ჩინეთმა ძალიან სერიოზული ის დადო, სანამ სკოლაში შევა. სპეციალური რობოტების საშუალებით, რობოტული ტექნოლოგიების საშუალებით ხდება ბავშვის ეს ექიმის დამხმარე ხელსაწყოებია შემოწმება მანამდე, აი თუნდაც ფოტოსურათის გადაღება თმის არეში და რაღაც, რაც იცავდა შემდგომ აი საკმაოდ დიდ ნაკადს ბავშვების, რომლებიც იქ არის სკოლები, სადაც რამდენიმე 1000 ბავშვი სწავლობს და ეს არანაირად არ ითვლება დიდ სკოლად. აქედან გამომდინარე, ისე ჩვენ საუბრობთ ხშირად სოციალურ თემაზე ამ დაავადებებთან, ეს არ არის ჩვენი ახირება ან რაღაცა ძველი გადმონაშთი, ხო? ეს არის რეალობა და სტატისტიკა, რასაც ვერ გავექცევით ვერავინ. და სხვა კიდევ თქვენ აღნიშნეთ, არ არის ეს სტიგმა და არ არის ეს ნაციონალური გამოხდება. აქ უბრალოდ პრევენციაზეა საუბარი, რომ როდესაც ძალიან გაიზარდა მიგრაცია, გარდა იმისა, რომ ჩვენ ხშირად ტოვებთ ქვეყნის ფარგლებს და უბრუნდებით უკან, გარდა იმისა, სამუშაო დიდი ტალღა რო შემოვიდა, აი აქ კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს სამედიცინო თვალსაზრისით ჯანდაცვის სისტემის. ძალიან სწორი რაღაცა ახსენეთ თამარ. მოსახლეობა მიცის, რომ როდესაც მთელ რიგ
ქვეყნებში მივდიხარ, არის მოთხოვნა და უბრალოდ რეკომენდაცია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც რომელიმე ინფექციის წყაროა, ის ზოლია ხოლმე რა და გეუბნებიან მალარიის ხაზია ძალიან. მოთხოვნა რომ გაიკეთო, რისის შესაძლებლობაც არის, ან წინასწარ რაღაცა ყურადღება გაამახვილო, ინიკნებო ზოგიერთ დაავადებაზე აცრას ითხოვენ, როდესაც მიდიხარ რისკის მაღალი რისკის ქვეყანაში. დადასტურებული ფაქტია და ერთი ძალიან კარგი სიტყვა ახსენეთ, რომელიც ძალიან არ მიყვარს, მაგრამ ძალიან ხშირად ხდება, ეს არის სტიგმა, ქალბატონ თამარ. ჩემო კარგო, მე ყველა მშობლის მესმის, რომელიც ცდილობს დამალოს, იმიტომ რომ საუბედუროდ საზოგადოება უმწიფრად ხვდება ამ პრობლემას და დღეს როცა დედა მიდის ბაღში და ამბობს, იცით რა, ჩემ შვილს ტილები ყავს და თქვენი შვილები დაიცავით, შეამოწმოთ, ეს შეიძლება მე ბავშვისთვის ბულინგის მიზეზი ხდება რა, სამწუხაროდ 21 საუკუნის მეოთხედი მოვილიეთ და ვერ გამოვედით აი ასეთი სტიგმისგან, ადამიანების მიმართ დამამცირებელი დამოკიდებულებისგან. აი ჩვენ გვექნება ალბათ მერე გადაცემა შიცის თაობაზე, 1 დეკემბერი არის შიცის შესაძლებლობის გაზრდის დღე და მარტო შიცი არ არის სტიგმა დღეს სამწუხაროდ, აი იგივე დატილიანება, მუნი, არ უნდა იყოს ადამიანის ბულინგის დამცირების და დაცინვის საბაბი. დამთავრდა უკვე რომელ საუკუნეში ვართ, მარსზე მე მგონი ნაკვეთები დაინაწილეს ხალხმა და ჩვენ კიდევ აქ ერთმანეთს არის დამკვიდრებული თამარ გამოთქმა შეტილიანო შენ ხო ეს ნიშნავს დამამცირებელი რაღაც ესეც სტიგმა, იმიტომ რომ ჩვენ ვაპროტესტებთ ბევრი ტერმინის მათ შორის კრეტინის, იდიოტის გამოყენებას დამამცირებელი კუთხით, იმიტომ რომ ისინი კონკრეტული დაავადებების, კონკრეტული სიმპტომების, კონკრეტული სინდრომების ან რაღაცის აღმნიშვნელია და არ უნდა იყოს მართებული იგივე არის მუნიანთან დაკავშირებით. ნაცვლად იმისა, რომ პირიქით გამოვხატოთ რაღაც თანადგომა ადამიანის მიმართ, რომ არ შეექმნა პრობლემა და ვაჩვენოთ, რომ ის არ არის რაღაცა განკვეთის ღირსი და საზოგადოებიდან მოკვეთის და ყველა შეიძლება სკოლაში ძალიან ფრთხილად, ძალიან განსაკუთრებით მასწავლებლებს თხოვ, ძალიან მოზომილად მოახდინეთ. თუ რომელიმე მშობელი მოვა და იტყვის შეტყობინებას, რომ მიშვილს დაუდასტურდა ან მუნი ან რა ვიცი, ეცადეთ რომ მაქსიმალურად დელიკატურად აუხსნათ ეს სხვა მშობლებს და თხოვოთ რომ ბავშვებში არ გამოიწვიოს ამან ან დაცინო, იმიტომ რომ მე ტრავმა შეიძლება ისეთი დიდი იყოს. პირიქით იცით, მადლობელი უნდა იყო იმისთვის, რომ მშობელმა მოგაწოდა ინფორმაცია, რომ მე შენ შვილს პრევენციული ღონისძიებები ჩაუტარო და მან არ დამალა. მე სწორედ ეს ხდება იმის მიზეზი, რომ დედა ძალიან ბევრი დედა მალავს, რომ მის შვილს მუნი აქვს. იმიტომ რომ არ გახდეს მისი შვილი ბულინგის მსხვერპლი. დავამთავროთ სტიგმა, აი ცოტა ისე გამომდის ხოლმე ამაზე ხშირად საუბრობ, მაგრამ დროა უკვე რომ სტიგმებზე საერთოდ სალაპარაკო აღარ გქონდეს. ეხლა კიდე ერთ საინტერესო პრობლემაზე გადავალთ, ისიც ძალიან ახლოა მუნთან, ამ მხრივ ეს არის დატილიანება. აქაც არის სტიგმა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად იყო ხოლმე შემთხვევა, ეხლა უფრო ნაკლებად მშობლები მიმართავდნენ ბავშვებს თმებს აცილებდნენ, იმიტომ რომ როგორმე ესეც დაცინის საბაბი იყო, რატომ შეიკრიჭე თმები და უშუალოდ ტილები ყავს ეს. აქედან გამომდინარე, როცა ამ პრობლემას მალავთ და არ საუბრობთ და არ ვიცავთ, ასე ვთქვათ, ჩვენ თავს და სხვებს, დაავადება მაშინ ვრცელდება ზუსტად. ზუსტად ეს უნდა ეპიდემიას, ეს უნდა პანდემიას რომ გავცელდეს, რომ არ იყოს მართული, ხო მართალია? ქალბატონ თამარ, აქაც იგივე პრობლემები გვაქვს. რა თქმა უნდა. თითქოს სრულიად განსხვავებული პარაზიტია, სრულიად განსხვავებული გამომწვევია, კლინიკაც განსხვავებულია, მედიკამენტებიც განსხვავებულია, მაგრამ რატომაც გავსი სოციალური პრობლემაა. პრობლემა ნამდვილად ერთი და იგივეა. წეღაირითიც დავიწყეთ გადაცემა, რომ დაბალი სოციალურ-ეკონომიკური პირობები ქმნის ასეთი ეპიდემიების რისკებს და საფრთხეს და გვაყენებს ფაქტის წინაშე. წეღანავს თქვი ხა რა თქმა უნდა ტილი თვითონ რა თქმა უნდა ვერ საზღვრავს, ხო? როგორ ადამიანთან გადაცოცდეს და არა, მაგრამ კომუნიკაცია საზოგადოების ერთ ფენას აქვს, ერთ და იგივე ფენას აქვს ერთმანეთთან და შესაბამისად დაბალი სოციალურ-ეკონომიკური პირობების და ამაზე დამოკიდებული დაბალი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გამო ხდება საზოგადოებაში აქტიური გავრცელება. იგივე პრაქტიკულად კლინიკურად შეიძლება სხვადასხვა გამოხატულება ახასიათებს, ხო? ვთქვათ, ტილი შედარებით უფრო დიდი ზომისაა, კანზე მოცხოვრობს, ამიტომ შესამჩნევად უფრო ადვილია. კბენა ახასიათებს და თუ ბავშვი აქტიურად იქეკავს თავს,
ხო შეიძლება დისტანციაზე გავრცელდეს ესეც პრობლემაა ხო მართალი შეიძლება არ ჩაეხუტო ადამიანს გვერდზე მდგომარე ადამიანზე მოხდეს ხო ფრენა არც არის მაგრამ გადაცოცებით შესაძლებელია კი მოხდეს იგივე თქვა ტანსაცმლის სტილს რაც შეეხება ცოტა სხვანაირი მაგრამ პრაქტიკულად გადაცემის მექანიზმი იგივეა ტანსაცმლის გაცვლით საზოგადოებრივი თანშეყრის ადგილებში არის კიდევ ბოქვენის სტილი რომელიც სქესობრივი კონტაქტი ძალიან ადვილად გადადის მაგრამ თუ უფრო ბავშვებში თავის სტილზე უფრო მეტი პრობლემაა დატილიანებაც სტიგმა უნდა დავამთავრო და გარდა ამისა ძალიან ხშირად უნდა მოხდეს სკოლებში შემოწმება თმიანი საფარის, თავის თმიანი საფარის და დროულად მოხდეს, იგივე მაინც სულ სტიგმამდე მივდივართ, არ დავუმალოთ, დროულად მოვაშოროთ ჩვენ შვილს სტილები და განვაცხადოთ, რომ ჩემ შვილს კონდატი აქვს დატილიანება და შესაბამისად კლასმა მიიღოს შესაბამისი ზომები. ყველა დედამ, ყველა სკოლის ეკთანმა, თუ ბაღის ეკთანმა დროულად მოახდინოს პრევენცია. იცით ჩვენ გვაქვს რაღაცა ისეთი დამოკიდებულება, რომ მონიტორინგიდან მონიტორინგამდე, კომისიის მოსვლიდან კომისიის მოსვლამდე შუბლებიც უნდა დაგვეხმაროთ თავდაცვით. მარტო ეპიდემიოლოგი ვერაფერს ვერ ისამს. ამის თქმა მინდოდა ბაღის ეკთანი რომელსაც არ უნდა დაეზაროს და მუდმივად უნდა ამოწმოს ბავშვების თმიანი საფარი და ასევე მშობლებმაც და ერთი რაღაც მინდოდა აღმენიშნა განათლების სამინისტროს მივმართო ალბათ განათლება არ არის მარტო სასკოლო სასწავლო პროგრამის შედგენა განათლება უნდა მივაწოდოთ ბავშვებს ურთიერთობების თვალსაზრისითაც ბავშვებს ძალიან ხშირად უნდა ვესაუბროთ და მე რომ განათლების სამინისტროს უნდა ქონდეს რაღაც პროგრამა თუ სისტემა შემუშავებული იმისთვის რომ ბავშვებს ვასწავლოთ ურთიერთობები, ვასწავლოთ ერთმანეთის მიმართ სწორი დამოკიდებულება. არ შეიძლება ეხლა ეს არ არის აქ სასაუბრო თემა, მაგრამ ძალიან სერიოზულ პრობლემას ხედავ ზოგადად, როდესაც საზოგადოებაში ხარ გასული და ხედავ ბავშვების ურთიერთდამოკიდებულებას ერთმანეთთან, ბულინგს, დაცინვას, ძალიან მტკივნეულია და შესაბამისად საზოგადოების სრულფასოვნა წევრებს ვკარგავთ ჩვენ. ამის გამო აბსოლუტურად გეთანხმებით ეს ძალიან სერიოზული და ალბათ ცალკე გადაცემის თემა იმდენად ღრმა თემაა საგნები კი არა ვასწავლოთ ბავშვებს როგორ იყვნენ ფსიქოემოციურად გაწონასწორებულები ერთმანეთთან დამოკიდებულებაში როგორ უნდა გაიზარდონ მე იმეც ვიტოვებ რომ მე და თქვენ კიდე ერთხელ დავჯდებით ჩემო თამარ დედის და ექიმის პოზიციიდან ვისაუბრებთ ამ პრობლემებზე აი ზუსტად თქვენ ძალიან კაი თემა წამოჭერით ძალიან კარგი თემა წამოჭერით და აი აქ არის კიდე ერთი ძალიან საინტერესო დეტალი როგორ იღებენ ბავშვები ავადმყოფ ბავშვებს ანუ იმ ბავშვებს ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ის ძალიან საინტერესო თემაა და დადგენილია რომ აი ზუსტად ტოლერანტობა მათ მიმართ თუნდაც აი ჩვენი ესეთი ინფექციური და ბადებს სრულფასოვან ადამიანს ადამიანმა რომელმაც იცის როგორ დააფასოს და ამ მოდელზე იქნება დღეს უკვე სკოლები სადაც ბავშვები რომლებსაც ესეთი პრობლემა აქვთ რაღაც ჯანმრთელობის და ჯანმრთელი ბავშვები ერთად არიან ერთ სივრცეში არიან ინკლუზიური პროგრამა ხო მაგრამ რაც შეეხება აი ჩვენ თემას დღევანდელი საუბრის კი გადაუხვიეთ მაგრამ ესეც რაღაც მოიტანა ამ და სხვათა შორის ძალიან სწორად ჩასვით ეს რემარკა იმიტომ რომ როცა ჯანსაღია ბავშვთა საზოგადოება და როცა დედა სწორად უხსნის და მასწავლებელი არ დაიბადება ესეთი ბულინგი და ბავშვებიც მიიღებენ თვითონ ამ რა თქმა უნდა პრობლემის დაფარვა არ არის სწორი ასეთ შემთხვევაში იმიტომ რომ შეიძლება ამ პრობლემამ მეორე სხვა უფრო სერიოზული მათ შორის ეს ფსიქოლოგიური ტრავმა დაბადოს ერთი კითხვა მაქვს თამარ შენთან ძალიან ხშირად ვკითხულობთ ხოლმე ფორუმებზე რომ აი გოგონები ერთმანეთს აძლევენ ესეთ თქვათ რჩევებს რომ თმა შეიღებეთ აი მქონდა ეს ჩანიშნული და თმა შეიღებეთო და ტილი გაქრებაო დედები ახალგაზრდა დედები ერთმანეთს აძლევენ ჩვენ ვიცით რომ განსხვავებით მუნისგან ტილს აქვს ორი ძალიან საინტერესო სტადიის მისი კვერცხობის წილი რომელიც საკმაოდ ქართველები წილს ვეძახით ბევრ ამას უძლებს მათ შორის ზოგჯერ წამლის სპეციალური სამკურნალო წამლების იმასაც კონტროლსაც გაუძლება ხოლმე და მექანიკურ მოცილებას საჭიროებს და ცოცხალი უკვე დასული ტილი რომელიც უფრო ადვილად იღუპება. აქედან გამომდინარე რამდენად რეალურია რომ შეღებილ თმაში არ ჩდება ან თმისაღებავი დაიდეთ გოგოებო და გაგიქრებათ. მე რამდენადაც ვიცი და რამდენადაც ლიტერატურაში მოვიძიე, კი
კი, თმის საღებავები კლავენ, რა თქმა უნდა, იმიტომ სათმაოდ აგრესიული ინგრედიენტები შეიცავენ, მაგრამ შეგებულ თმაში შეიძლება სათავისუფლად გაჩნდეს, ასე ვთქვათ. შესაძლებელია კი, აი ხა კონკრეტულად შეგებულ თმას აღარ აქვს სუნი და იმიტომ თუ არ იღება. კონკრეტულად შეიძლება საღებავის ზემოქმედება, როდესაც თმაზე წასმულია საღებავი, შეიძლება გარკვეული და მომაკვდინებელი ეფექტი იქონიოს, თუმცა წილს რამდენად მოერევა. ცოცხალ ტილზე, რა თქმა უნდა. წილს ანუ კვერცხებს, რომელიც მიწებებულია და საკმაოდ ესეთი გარსით არის დაფარული. და რთულად მოსაცილებელი. და რთულად მოსაცილებელი, ვერ გეტყვით, მე არ მქონია პრაქტიკაში. არც იმის იმედად არ უნდა იყვნენ ალბათ სპეციალური სავარცხლები, იმიტომ რომ სპეციალური სავარცხლები ისეთი წვრილი შუალედებით ისიც არ აცილებს ყოველთვის, მაინც საჭიროა სპეციალური საშუალებების გამოყენება, რომლებიც აფთიაქებში ჩვეულებრივად იყიდება იმედია. კი, სამშობლოში ძალიან ეფექტურია. ეს ძირითადად არის დამყარებული ჰაერის შეზღუდვის ეფექტზე ტილს, როდესაც ეს და სასიცოცხლო ციკლთან დაკავშირებით, ხო? საშუალებები ესეთი ზეთოვანი თვისების არის და როდესაც ჰაერს უხშობს საარსებო გარემოში, ხო? ის ტილი კვდება. თუმცა წილზე ნაკლებად მოქმედებს ხოლმე და საკმაოდ მყარად არის მიწებებული და ის თუ შემდეგ გამოიჩეკა ერთ კვირაში და ისევ მოხდა დატილიანება, რთულია მოშორება, სავარცხლით გაშორებაც რა თქმა უნდა ძალიან რთულია, მაგრამ ესეთი ტექნიკური საშუალებებით მოვიცილებთ ალბათ ცოტა რთულად. მაგრამ კიდე ერთი გამოსავალი ეს არის თმის გადაყარსვა, ასე ვთქვათ, სადაც აქაც მშობლებს თხოვ, რომ გამოიჩინონ ადამიანობა და შეატყობინონ საპარიკმახეროს თანამშრომლებს რამდენად სურთ იმათ ასეთი ადამიანის მომსახურება, იმიტომ რომ მათთან ისინი უარს ამბობენ წესიას. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათთან ძალიან ბევრი ადამიანი დადის და ისინი იცავენ თავიანთ. და აი პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, სწორედ რომ გოგონებს მით უმეტეს უყვართ სავარცხლების ერთმანეთთან თხოვება, თმის სარჭების, თმასამაგრების, ბაფთების და ეს არის ძალიან კაშნის, ქუდის გაცვლა, აი წეღან როგორც ვილაპარაკეთ, ერთმანეთის აქსესუარებს ნუ გამოიყენებთ, იმიტომ რომ არ ვიცით, შესაძლოა ერთი დედალი განაყოფიერებული ტილი გახდეს უკვე სერიოზული დატილიანების წყარო. კი ბატონო, და კიდე ერთი რამე, როგორც წეღან აღნიშნა თამარმა, არ არის ასაკი აქ, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ძირითადად ბავშვებშია ისიც, მაგრამ ოჯახის წევრებს აქაც ჩვეულებრივად როგორც მული შემთხვევა შეიძლება აღმოაჩნდეთ და შეიძლება ერთი კი არა მთელი ოჯახი გახდეს, ასე ვთქვათ, დატილიანების შემთხვევაშიც ასევე ოჯახმაც უნდა, რა თქმა უნდა, თვითშემოწმებას მიმართოს და აქაც იგივე სიტუაცია 3-4 დღის განმავლობაში თეთრეული, რომელიც იყო გამოყენებული გარეცხვამდე უნდა დავაყოვნოთ თავმოკრულ ტომრებში და შემდეგ გაირეცხოს და გაუთავდეს გამოიყენოს. სწორედ ეს იყო ალბათ ეპიდემიოლოგიურად მიზანი, რომ დახურულ საზოგადოებებში, როდესაც ჯარში ან ციხეებში მიყავდათ ადამიანები, იყო დრო, როდესაც სპეციალური იმით სრულდებოდა თმის გადაღება მთლიანად და რამდენადაც ვიცოდი, ახლა ის აღარ არის უკვე, რამდენადაც ვიცი, არ შეიძლება ვცდები, რომ ალბათ აი ეს დატილიანების მასშტაბისთვის, იმიტომ რომ დახურულ საზოგადოებებში, ციხეებში, ჯარში, სკოლებში, სადაც ესეთი ინსტიტუტებში, სადაც ხშირი კონტაქტია, მჭიდრო კონტაქტი ადამიანებთან, ყველაზე უფრო ხშირად ვრცელდება ესეთი დაავადებები და აქედან გამომდინარე განსაკუთრებულად მოწოლადი ჯგუფია ისინი, ასე ვთქვათ, მოსახლეობის. ამ მხრივ ციხეები ძალიან საყურადღებოა, რომ რა თქმა უნდა პატიმარს აქვს თავისი უფლებები და მას აქვს უფლება რომ შეინარჩუნოს ჯანმრთელობა, ხო? და საზოგადოებას დაუბრუნდეს ჯანსაღი ფიზიკური და იმედია ჩვენთან ახლა ეს პრობლემა ციხეებში თუ არის აღმოიფრობა, იმიტომ რომ ძალიან ცუდია, როცა ეს ადამიანები, რომელსაც შეზღუდული აქვს თავისუფლება დაავადების ეპიდემიების გავრცელების ქვეშ აღმოჩნდებიან, მე იმედი მაქვს, რომ თუ არის ეს პრობლემა მოგვარდება და რა ვიცი, იმიტომ რომ მართლა ძალიან ძნელი იქნება მერე, როდესაც მოხდება გავრცელება მისი შეჩერება. სხვა დაავადებები, რომლებიც აი ესეთი მსგავსი თქვენ თეთრეულის ასევე და ტანსაცმლის ტილიც ახსენეთ, რომელიც ასევე ძალიან ისეთი თემაა. ასევე ადვილად გადადის, რა თქმა უნდა. აქ უკვე ძალიან ბევრი ადამიანი, მაგალითად დღეს სულიერ შემთხვევით სოციალურ ქსელში წავაწყდი ფოტოსურათს, სადაც ადამიანი კითხულობს ბაღლინჯოა თუ რა არის ესო გამარკვიეთო, სადღაც სასტუმროში ისვენებს ქალაქ გარეთ როგორც ჩანს და წერს და მახსოვს ესეთი შეწუხებული მოვედი, მეც კი თამარს აუცილებლად უნდა უთხრა, იმიტომ რომ
რაღაც აღარ მეგონა რომ ეს პრობლემა არ არის გამორიცხული, შესაძლებელია არის ესეთი ლეიბის ბაღლინჯოს უძახიან ხოლმე. კი არის, რომელიც აი ლეიბებში, მატრასებში იბუდებს და არის სიამოვნო, ის უკვე არ არის პატარა. გამორჩეული ქვეყანა ვართ და ცოტა არ იყოს არ მესიამოვნო რომ სასტუმროში არ უნდა ძალიან სერიოზული ზედამხედველობა ამისთვის საჭირო პასუხისმგებლობა და დამუშავება არის კომპანიები, რომლებიც საკმაოდ მაღალი ესეთი ეკოლოგიურად სუფთა, მაგრამ ეფექტური საშუალებებით ებრძვიან, ამუშავებენ ამ მატრასებს და რა თქმა უნდა სასტუმროს მფლობელები უნდა იყვნენ ძალიან ყურადღებით, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ბიზნესი შეიძლება ჩავარდეს, ხო? ამაზეა დამოკიდებული ერთეულების და ძალიან ბევრი ადამიანების არსებობა. რევიუები არსებობს საერთაშორისო საიტებია მთელი საუბარობა წერს და ამიტომაც მათაც უნდა მოუწოდოთ ჩვეულებრივად როგორც ყველას რომ სანიტარულ ჰიგიენურ ნორმების დაცვა. ქვეყნის იმიჯზეც რა თქმა უნდა. ვიღაცამ რომ საქართველოში დაუშვათ ესეთი საშუალება დაემართა. ძალიან დიდი მადლობა მინდა თამარ მოგიხადო ძალიან საინტერესო და ამომწურო იყო შეგნებულად არ ვახსენეთ კონკრეტული მედიკამენტები და საშუალებები რომლებიც არ გვაქვს ნამდვილად ამის უფლება არ გვაქვს ამ რეკლამის უფლება და თან კონკრეტულ შემთხვევაში ექიმი გადაწყვეტავს რა დოზით რამდენი ხანი და რა რაოდენობით დანიშნოს ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა სხვა თანხლების და დანიშნვაც მოუწიოთ და ესეც აუცილებლად იგივე ბაქტერიულ გართულებებზეც ვისაუბრეთ არ არის სწორი რომ ესეთი ერთიანი რჩევა გავაკეთოთ ყველასთვის თუმცა დანამდვილებით გეუბნებით რომ ეს პრეპარატებიც ყველაფერი სპეციალურად გადავამოწმე მიღწევადი აფთიაქებში და შესაძლებლად არ არის დეფიციტი მოწოდებაში ნამდვილად საბედნიეროდ და პანიკასაც ნუაყვებით და დეფიციტს ნუ შევქმნით ამის კი ბატონო იმიტომ რომ ჩვენ ეს ერთხელ გავიარეთ კოვიდ პანდემიის პერიოდშიც და ხალხმა დაასაწყობა მედიკამენტები და მე ვისაც მართლა ჭირდებოდა აღარ ქონდა ლაკნინის ტრაგედია თუ გახსოვთ და აქედან გამომდინარე მინდა ჩემ მაყურებელს მოუწოდო სიმშვიდისკენ პირველ რიგში, იმიტომ რომ მართლა მოგვარებადია ეს დაავადება და თუ ჩვენ ვიზუნებთ ჩვენ თავზე და ჩვენ შვილებზე და ჩვენ ოჯახის წევრებზე, ეზრუნო ავტომატურად უკვე სხვების დაცვასაც და პრევენციასაც ნიშნავს და ვიყოთ ტოლერანტული, ნუავყვებით და ბავშვებს ვთხოვოთ, რომ აი არ გამოიწვიოს რაც თამარმა თქვა ეს ძალიან სერიოზული პრობლემა ბულინგი, იმიტომ რომ რაღაცა დაადასტურდეს ერთის შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა თამარ და მინდა დავაანონსო აქვე რომ შემდეგი გადაცემა თამართან ძალიან საინტერესო და ძალიან მძიმე დიაგნოზი შეეხება შიცი აივ ინფექცია. აქ ძალიან საინტერესო არის ის რომ თუ ცოტა ხნის წინ ეს დაავადება სრული შოკი იყო მედიცინისთვის და არც ვიცოდით წესიერად დღევანდელი გადაცემა საკმაოდ ხანდაზმულია ხალხური მეთოდებით კი გვაქვს აქ სამკურნალო მაგრამ დამიჯერეთ სამწუხაროდ აივ ინფექცია და შიცი რა თქმა უნდა ესეთი ნაბიჯებით არა, მაგრამ მომატებულია სტატისტიკა და აი აქ უკვე თამარი გვეტყვის რა და როგორ გავაკეთოთ, იქაც პრევენციულ ღონისძიებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჯანმრთელობა მინდა უსურვო ჩვენ მაყურებელს და დიდი მადლობა მინდა გითხრა შენ ყოველთვის საინტერესოა თამარ. შენთან საუბარი ყოველთვის აქტუალურ საკითხებზე გვიყურეთ ჩემო კარგო. ჯანმრთელად ზანდებოდ. დიდი მადლობა. ჯანმრთელობას გისურვებთ. და წარმატებებს მადლობა ეს კლუბს. მადლობთ. პეკატივის ძალიან საინტერესო თემებისთვის.